დმანის მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, საირიგაციო არხების აღდგენისა და განვითარების შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მხარეები პანტიანის, ხორხირისა და ასევე მთისძირის წყალსაცავებზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივებთან. საკითხი ეხებოდა სამელიორაციო სისტემების განვითარებას მუნიციპალიტეტში. ახლოს მომავალში, შემდეგ რაც დამუშავდება დმანისის მთლიანი მუნიციპალიტეტის ირიგაციის პროგრამა, აღნიშნული წყალსაცავების რეაბილიტაციაც მოხდება და ეს ერთიან სისტემაში ჩაერთვება, რაც დაახლოებით 2000 ჰექტარამდე ფართობ სასოფლო სამეურნეო სავარგულებს გაასარწყავიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მელიორაციასთან თანამშრომლობით იმ პერიოდამდე, როდესაც საჭიროა უკვე სარწყავი სისტემების გაშვება, რომ პირველი ეტაპი იყოს სრულად რეაბილიტირებული და ჩვენ ამაში აქტიურად ვიქნებით ჩართულები.